სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ვერც. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გამოს ჯერ კიდევ მერქნის დღესასწაულის, ასე ვთქვათ, განცდის სიხარულის პერიოდში დღეებში და მადლობა მე სამი წყალობისათვის. უპარს მივეგებთ ლამპრობა ალბათ აქ საკუთრებს თქვენ დიდი სანთლები, კელაფრები და ეს ძველი წესი არის, სვანეთში არის, შეიძლება ვთქვათ, სრულად დარჩენილი წესი არის. ამ დღესასწაულზე ღამისდების დროს ანთებენ დიდ სანთლებს და ესეფთებიან, ეგებებიან უფალს. და არის კიდევ ეს ძველი და ახალი აღთქმის, ასე ვთქვათ, შეხვედრის ადგილი, მკვლევარის. და არის წესი, რომ უმცროსები უფროსებს ლოცავენ და უფროსები უმცროსებს ლოცავენ. და ეს წესი ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენი მრევლი იყო, ეხლა არის თავობის ერთ-ერთი წევრი, ბატონი სოზარ სულარი და მაშინ ჩვენ ვეძახდით კვირიგეს, როცა გარეთში ვიყავით და მე როცა ასე ვთქვათ, ალავერდის ეპარქიაში მოვიდით, პირველად კვირიგემ გააკეთა ესეთი კვლევა ლამპრობის, იმიტომ რომ ხშირად ისე არის, რომ ძველ წესს, რომლისა შინაარსები ადამიანებს აღარ ახსოვთ, ყველაფერს მიაწერენ კერძსახურებასა და კერძთამღანის მცემლობას. ესეთი ბევრი შემთხვევა გვახსოვს ჩვენ და დღესაც არის. და იმაში მან იყვია თუ რასთან არის კავშირში ეს ლამპრობა. მაგრამ როცა ვთქვათ, ეკლესიას დევდნენ სანთელი, ვთქვათ, ესეთი დიდი ზომის ძნელად დაიშოვებოდა, მაშინ სვანეთში ამ ფიჭვის ხელს ესე დააყრდნენ დიდი ესეთი კვარი იყო ესა, ფისი ეკიდებოდა ამას ამკარგად და დიდი ესეთი ადამიანის სიმაღლის ესეთი კვარს ამზადებდნენ და მთელი ღამე დადიოდნენ დიდები პატარები და სიმღერებსაც გალობდნენ და საგალობებსაც. ხოლო სახარებაში კიდევ პირდაპირ აი ნათლად წერია, რომ სიამოვნების მიმდევარი 300-ზე მეტი ასაკის არის. იმიტომ რომ როდესაც ქრისტეს შობამდე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მენია თქო, აი ამ ბიბლიოთეკისთვის გადაწყვეტეს, რომ ეთარგმნათ ძველი აღთქმის წიგნები, მოეყვანეს ასე ვთქვათ, მეცნიერები წიგნობარი და დაიწყეს ამ წიგნების თარგმნა და აი მაშინ სიამოვნების მიმდევარს შეხვდა სახარების ძველი აღთქმის იმ ნაწილის თარგმნა, სადაც წერია, რომ ხალწული მიუდგეს და შვას ძე. ეჭვი შეეპარა და იმიქრა შეცდომა არის გადამწერისა და გადაწყვიტა, რომ ჩაესწორებინა. ხალწული სიტყვა შეესწორებინა და ამ დროს ანგელოზი გამოუჩნდა გააჩერებს და არი ხილულ გემოსიკვდილისა, ჰიდრენდის ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი შენი თვალით არიხი. წარმოედგინეთ ადამიანის წინასწარმეტყველის საფრთხო სულით გაზვენდილი ადამიანის მოლოდინი და მოთმინება. რომ ელოდებოდა აღქმულ, ასე ვთქვათ, მესიას. და აი, როდესაც რომ აზრად მოიყვანეს ჩვილი იესო, ყავა იესო, მაშინ შეხვდა მიიქვა, აიყვანა ხელში კლავზე და თქვა აზგანოდე შენი მეთუსი თუ საერთშენის. ამიტომ მან ნახა წინასწარმეტყველების აღსრულება და მართლაც დაზოგან მიიწია. საოცარი ისტორია არის. ამის შემდეგ უკვე იწყება თავად იესო ქრისტეს პატარაობაშიც კი, როდესაც რომ რჯულს აღასრულებს. და რაც თავარია, მაცხოვარმა ყველას დასანახა. იყო, ვთქვათ, ესეთი აზრი, რომ რჯულის დასარღვევად თუ მოვიდა და არა, რჯულის აღსასრულებლად მოვიდა. და რჯულისაებ, იუდეელთა წესისაებ, მშობლებმა მიიყვანეს შესაძლებლთან ერთად სამი კვირი იყო მართვე ტაძარში. და შემდეგაც თუ გახსოვთ, როცა ნახლისღებისას იოანე ნათლისმცემელი ეუბნება, როგორ განანათლოს სანთელმა ნათელი. და უღალე ეუბნება, რომ არა, დღეს რადგან ესე გვმართებს, რომ უნდა ავასრულოთ წესი და რჯული. ამიტომაც შენგან უნდა მივიღო ნათელი, თუმცა მას ნათლობა და ცოდვა მიტევა არ სჭირდებოდა.
და ჩვენ ყველას გვასწავლა და გვითხრა, რომ რჯული ქრისტეს ცნება არის მთავარი და ეს არის აუცილებლად ასასრულებელი. ჩვენ ახლა უკვე დიდი მარხვისთვის ვემზადებით. იყო მეზორისა და ფარისევლის კვირა. იქ კიდევ სახარებაში ბევრი ადგილი არის, რომელიც რომ ჩვენ სულს აი იგალობება საგალობელი ას განვიღობ სინანულისა ბჭენი. ყველაფერი ეკლესიაში მიმართულია იმისაკენ, რომ ადამიანი საკუთარ თავს დაუბრუნოს. გახსოვს თქვენ ხო? კეთროვანთა განკურნების ამბავი. მათი კეთროვანი შემოხდა გზაზე და ღაღადებდა. კეთრია საშინელი ავადმყოფობა, მადლობა ღმერთს დღეს ჩვენ ამ ავადმყოფობის ასეთი მაგალითები აღვხდება. თუმცა იმ დროს ძალიან საშინელი იყო და აკრძალულიც კი ჰქონდათ ადამიანებს, ვისაც აი ეს სნეულება ჰქონდა ადამიანების თავშეყრის ადგილას არ უნდა გამოჩენილ. ან თუ გამოჩნდებოდნენ ძალიან შორს უნდა ბრალდებოდნენ, რომ თქვათ ეს არ გადაზდებოდათ იმ ფულყოფებს და მაცხოვარიც როცა რომ გზაზე მოდის, გზის პირას დგანან ესენი და აი ესეთი შეძლული ხმით მთელი შინაგანი მათი მოცული არის ამ საშინელი ტკივილით, საშინელი ავადმყოფობით და უფალს აი ესე შორიდან უნდა ხია, რომ შეგვიწყალე მეუფეო. და უფალი ეუბნება, რომ მიდით და ეჩვენეთ ძველ აქტში ესე იყო, რომ ვინც ამ სენით იყო დაავადებული, ან თუ სხვა რაიმე სენით მიდიოდა მღვდელთან და მღვდელი დასტურს აძლევდა, არის თუ არა ეს სნეულება და არის თუ არა ეს საშიში. და უფალმა ურჩია მათ, რომ რჯულისაებ ემოქმედნენ. როგორც კი წავიდნენ, ასე ვთქვათ, მღვდელთან, როგორც კი მიიღეს ეს ასე ვთქვათ, მოსაკურთხევა მორჩილები, სანამ მივიდოდნენ უკვე განიკურნა. და იმ ესე იგი კეთროვანი ადამიანებიდან ერთი დაბრუნდა მხოლოდ უფალთან. ესე იგი წარმოიდგინეთ ეს ავადმყოფობა ესეთი მოუთმენელი იყო, ძალიან ძიმე იყო და როგორც კი გადადგეს მღვდლისკენ უნდა წასულიყვნენ, განიკურნა ყველა და ერთი მოგრუნდა, ისე რომ არც კი მისულა, მოგრუნდა უფალთან და მადლობა უთხრა და მადლი შესწირა ღმერთს. გაუკვირდა კი, მაგრამ ყველა არ განიკურნა, ყველა განიკურნა, მაგრამ მოვიდა ერთი, რომელიც რჯულით არ იყო იუდეური. და უფალს უნდოდა რომ ყველა მადლიერი ყოფილიყო და მადლიერები უფლისაგან მიცეულიყო. და ეს მადლიერება იმათმა ჩათვალეს რა, რომ ღვთისგან მიიღეს ხორციელი კურნება, მადლიერება სულიერი კურნება უკვე აღარ ჩათვალეს საჭირო. ან ვერც მერტე რომ ეს უნდა გაეკეთებინა. და მხოლოდ ერთი მოვიდა. და მაშინ, როდესაც რომ მოვიდა, უფალმა უთხრა, იარე ცოცხალი იქნენი და აღარ ცოდა. მოუწოდა, რომ მერთი მოეძებნა, ჭეშმარიტება ეძებნა და ამ ჭეშმარიტებით ხორცის კურნება ხომ მიიღო, ამ ჭეშმარიტებით მიიღო უკვე სულიერი კურნება. ისე ჩვენ ადამიანები ხშირად ვიტყვია, მადლიერება ღვთისა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაც არ აქვს მადლიერება ღვთისა, ის უმადლოა, ან სხვანაირად რო ვთქვათ, უმადური. ხოლო უმადურება მამები როგორ განმარტავენ, რომ ეს არის გულის გარყვნილება, უმადურება. და გარყვნილება ამიტომ, რომ ადამიანი ხორცელს ეამეთა აი ამ ფუფუნებაშია, ხილჩია და აი ამ ცოდვიანი ცხოვრებით ის ტკბება. და მისი გული არის გასასტიკებული. გასასტიკებული არის აი ამ ვეთქვიან განსხრომითა და ფუფუნებით. და ამიტომაც მას მადლი და მადლიერება აღარ აქვს. უმადურია. დღეს აკეთულ სამოციქულოში პირდაპირ წერია. პავლე მოციქული, ყოველივე ჯერ არ სჩემდა, არამედ არა ყოველი უჯობეს არს. ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ყველაფერი ჩვენი სულისთვის სასარგებლო არ არის.
საზრდელი მუცლისათვის და მუცელი საზრდელისათვის. ხოლო მერვან იგიცა და ესეცა განაქარგოს. აღარც ერთი იქნება ჩვენი ერთ დღეს, არც საზრდელი და არც მუცელი. რამე თუ ხოცნიერი თქვენი ასული არიან ქრისტესთან. პავლე მოციქული სხვაგან ამბობს. აღუკვე ვიხმია ასული იგი ქრისტესთან ხნე ასო მეძავისა ნოიღო. არა უწითა რამე თუ რომელი შეეღოს მეძავსა ერთხოლს არის, რამე თუ იღოს იყვნენ ორივე ერთხოლს, ხოლო რომელი შეეღოს უფალსა ერთს სულარია უფლისათან. ეუტოდით სიძვასა, ყოველი ცოდა რომელი ქმნეს კაცმა გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვის თვისთან მიმართ ხორცთა სწოდავს. ეს ეპისტოლეს სხვა თავი არის, ხოლო სხვა თავში აიგოს. ყოვლადე ისმის, რაცა თქვენ შორის სიძვა და ეგე ვით არის სიძვაი, რომელი არცა თუ წარმართთა შორის სახელდედების ვით არცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესვა. ეს ებრაელებში რო იტყვიან ესეთი მიღებული ამბავი იყო. არა უწყითა რამე თუ მცირემა ცოლმა ამოსაფუარა ყოველივე შესრულებული აღაფროს. გასმინდით უკვე ძველი იგი ცოლი, რათა იყვნეთ ახალ თვე, ვით არცა ეგე ხართ უცოლ, რამე თუ ზატიკა ჩვენ და ჩვენთვის დაიკლა ქრისტე, რათა ზრახვიდეთ არა ცომითა მით ძველითა, ანუ სხვა ძველი სამებით, არცა ცომითა მით სიბოროტისათა და უკეთურებისათა, არამედ უცომლობებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისათა. რადგან ქრისტე თავად ჭეშმარიტია და მისი სიტყვა არის ჩვენი ახალი სხეულის აღმშენებელი, აღმგებელი. ვინც უფლის მცნებას მისდევს, ის ახალ ადამიანს აშენებს ზეციური იერუსალიმისათვის. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფრის კეთება აკეთქვით არ შეიძლება. ადამიანმა განსჯის უნარით ქრისტეს სიყვარულით უნდა იცოდეს რა გააკეთოს და რა არის მისი სულისთვის უფრო უმჯობესი და უფრო სასიკეთო. თუ რითი უნდა აშენოს და როგორ უნდა მიაღოს იგი უფალს. რამე თუ ვიგთ ხელითა ჩვენითა მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხებთ, ვიდევნებით და თავს ვიდებთ, გმობართა ჩვენთა ულოცავთ, ვით არცა ნარჩევნის სოფლისა შევიქნედით ჩვენ ყოველთა ნასახურ მოაქამდე. არა საგდემელად თქვენ და მივსერ ამას, არამედ ვით არცა შვილთა ჩემთა საყვარელთა გასამართ. ჩვენ დევნილებს ვაკეთებთ და ვაკეთებთ. რატო? იმიტომ რომ ქრისტე მომცა მაგალითი. დღეს უწყები შვილის კვირა არის. ალბათ ეს იგავი და ყველა რაც კი სახარებაში წერია არის, ამას დროჟამი არ აქვს. ადრე ითქვა და მხოლოდ მათ იმთავობას ეკუთვნის არა. ქვეყნის სასასრულოებმა ვინც არ უნდა მოევლინოს სამწუთის სოფელში მოვიდეს ადამიანი, ყველას ეკუთვნის სახარებაში ნათქვამი. რადგან უფალი გუშინ და დღეს თავად იგი უფალიერს უკუნისამდე უსვამს. ეს იგავი მოვისმინეთ. ერთი იყო შემცლარი შვილი, რომელმაც მამას დროზე ადრე იუდეური წესის მიხედვით დროზე ადრე მოსთხოვა თავისი წილი, იმიტომ რომ პირველად წილს ოჯახის უფროს შვილს აძლევდა. მან კიდევ წესი დაარღვია და მოითხოვა წილი. მამამ მისცა ყველაფერი, წავიდა და ყველაფერი, ასე ვთქვათ, გააბნია მეძავთა შორის, მოკეიფთა შორის, უდროჟამოვა ესეთ დროსტარებაში. და შემდეგ, როდესაც ცარიელი დარჩა, მეღორედ დაუდგა ვიღაცა წარმართს. თითქოს ამ
უმცროს შვილს თავისუფლება უნდოდა. თავისუფლება, იმიტომ რომ მამას ვეღარ ემორჩილებოდა. ამიტომაც აუნხედდა და მიდის და მომეცი ჩემი რაც მეკუთვნის, თუმცა იცის რომ ჯერ არ ეკუთვნის. და გამიტევა. მისა, მაგრამ მშობელი ელოდება შვილის სიმბოლოს. ყოველთვის. მაგრამ ჯერ შვილი არ ჩანს. როდესაც ნახა რომ თავად მეღორედ დგას და ღორების საფორზე, ასე ვთქვათ, თვალი რჩება, მაშინ გაახსენდა მამის ეოლის სახლი და თქვა: მამა ჩემის სახლში ძალიან ბევრი არის მოსამსახური, რომელიც უკეთესად ცხოვრობს და უკეთესად იკვებება და კიდე სად ვარ. და აი მაშინ აღმოჩნდა. სწორედ ცადვიმარ და წინაშე შენსა. მამა მე სულიწმიდით იგრძნო და როდესაც მისი შვილი მოვიდა, ჩაიკრა გულში, შემოსეს სამოსელი პირველი და ბეჭედი გაუკეთეს ნიშნად მისი წოდების მიტევებისა. მოკლედ გაამზადეს ტრაპეზი, დაიბარეს ყველა ნაცნობი და ახლობელი და არის მხიარული. მოდის ამ დროს უფროსი შვილი და თავის სახლს ეკითხება, რა ხდება? შენი უმცროსი ძმა მოვიდა და მამამა ესეთი სერი ტრაპეზი გამართა. გაბრაზდა და მამას უსაყვარდა, რამდენი ხანია მე შენთან ვარ და ერთი ციკანი არ მოსოს, რომ ჩემთვის მოგეცა, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფილიყო. ხოლო აი მოვიდა ჩემი ძმა უმცროსი, რომელმაც ყველაფერი წააგო. გაფანტა და მას კიდე აი ესეთი პატივი დავდა. მამა ყველაფერი ჩემი, რაც არის შენი შვილი. ეხლა კიდე გვიხარია, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და მოვიდა. რისი სახია? ის, ვინც ცხოვრობს და ყველა წესს აღასრულებს. და მას გონია, რომ ეს არის უმაღლესი, ასე ვთქვათ, სარწმუნოება, ფარისეულობით იქცევა. რადგან მოციქული ამბობს, სიყვარულს არ შორს, არ ძულს, არამედ უხარია თუ კი ვიღაცა იმარჯვებს, უხარია თუ კი ვიღაცა შეცდომილი მოექცევა. ნამდვილად უხარია და არა მოჩვენებითად. ხოლო აი უფროსი ძმა აი ესე მოჩვენებითად აღიარებდა სარწმუნოებას და მამას აყვედრიდა. მართლად ვიქცეოდი და ერთი ციგანიც კი არ მომეცი. მამა ამასაც გრძნობს და ხედავს, რომ შვილი გულწრფელი არ არის. იმ წესის შესრულებაში ფარისეულობით იქცევა. რადგან ძმა, რომელიც მისი სესად და ხორცია, დაკარგული იყო და მკვდარი სულიერად და გამოჩნდა, კი არ უხარია შურს და ყვედრის მამას. დიდი მამრისთვის ამზადებით. ეფრემ მასულის ლოცვის პერიოდია, ჟამია. მალე დავიწყოთ ამ ლოცვის გამეორებას, სანამ არ დაიწყება. თითოეული ჩვენთაგანი ალბათ იმას უნდა უხდებოდა, თუ წამს ხაზაში დავდივართ. სად არის ჩვენი საუნჯე? იქ იქნება ჩვენი გულიც. თუ ქრისტეა ჩვენი საუნჯე, მაშინ ჩვენი გულიც და გონებაც იქნება ქრისტესთან. როგორც ფარისეველი, როგორც უძღვები შვილის სიგნალში უფროსი ძმა, უნდა გვიხაროდეს თუ კი ვინმე ჩვენს გარშემო სწორ გზას არჩევანს გააკეთებს და გახდება ნამდვილად მოწმული. სხვისი სიხარული გაიხარებს და სხვისი ტკივილით იცხოვრებს. ბევრი იტყვის, რომ ეს ძნელია. მაგრამ არ არის ძნელი. საკუთარ თავს არ უნდა მორიდება. საკუთარი თავი, როცა რომ მარტონი ხატებთან ვიქნებით, მაშინ უნდა ვამხილოთ. და უნდა დავინახოთ ჩვენი შეცდომა თუ რა არის. ნამდვილად ვიყავს თუ არა ქრისტე და ვართ ისედები თუ არა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია კი არა, როგორიც ობიექტურად. სხვა როგორ ვიყავს ჩვენზე. თუ რაღაცა ნაკლია, იმას გამოსულება. თან დაუყოვნებლივ და მოვიდეთ. რომ გავდეთ იმ უძღებ შვილს, რომელმაც დაინახა და შეინანა და მოვიდა მამასთან. დაბრუნდა და მამამაც გაიხარა და გამორჩეული შესამოსელი შემოსა და ბეჭედი გაუკეთა შენდობისა და შვილობის ნიშნად. ასარებებს ვიპარებდა, ბევრჯერ მომისმენია. ბევრს შეხვდება განსაცდელი და იწყებს ზრდვინოს. მაგრამ ბევრი ამ განსაცდელისაგანაც
კეთილ ნაყოფს გამოიღებს, როგორც გამოცდილებას ისე შეინახავს და უკვე იცის, როგორც გამოცდილება მონადირემ სად არის ზაკვარი ჩასაფრებული კაცებელი ლომი და სად უნდა გაიაროს, რომ მეთამდე მივიდეს. ასე რომ ყველა გამოცდილება, ყველა განსაცდელი ამ ხილულ სოფელში თუ კი რაიმე შეგვხვდება თვით, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმა დავუშვათ. თუ ჩვენთვის, თუ ქვეყნისთვის და ყველა განსაცდელიდან ვინც კეთილ გონია დასკვნას გამოიტანს, ის გაიმარჯვებს, იმიტომ რომ განსაცდელს მოთმინება უნდა. მოთმინებას გვასწავლის ეს განსაცდელი და განსაცდელის გავლით ჩვენ ვიძენთ ისეთ ცოდნას, რომელიც ფულის რომ გადავიხადოთ, არავინ არ გვეტყვის. და ჩვენს თავს ასრულებული ღვთით დაშვებული ყველა განსაცდელი, გასაჭირი თუ გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ ერთისთვის აქვს უფალს. როგორც წარე კურნება, ისე არის ჩვენთვის განსაცდელი. ისევე როგორც უძღები შვილისთვის. ეგონა რომ თავისუფლებას მოიპოვებდა ფულითა და ქონებით, მაგრამ მონობაში ჩავარდა, მეღორე გახდა და ღორების საკვებით იკრიბებოდა და მაინც ვერ ძლებოდა. ეს საკვები კიდე ცოდვა არის, ცოდვის სახეა. და მიხვდა, რომ ამისეულ სახლში უფალთან ბევრი ადამიანი არის და მასზე უფრო უკეთეს რომანებში. ნანობს და ამბობს, ცოდე რომ ღვთის წინაშე და მამის წინაშე. და არ ვარ ღირსი, რომ ვიწოდებოდა შვილად და მოსამსახურედ მიმიღე. ისე ჩვენ, რომ განსაცდელი არ შეხვედროდა, ის მუდმივად იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორადაც არის დასაწყისში აღწერილი. თავისუფლების მოსურნე და თავმომწონე თავის აზრზე დაჯერებული და სხვაზე უფრო ფიქრობდა, რომ მაღლდებულიც კი. ამიტომაც რჯულიც დააურვია, თავის უფროს ძმას გადაუსვა, მოითხოვა, რაც რო არ ეკუთვნოდა და ის, რაც კუთვნილი იყო შემდეგისთვის, ისიც გაფანტა და გაანიავა. შეინანა, დაეცა, შეინანა, წამოდგა და შვილობისა უფლებამ კვლავ მიიღო. მარხვისთვის ვემზადებოდ, მერთვაინდროს ჩვენი მარხვით, ღვთისადმი ვედრებითა და ლოცვით. ჩვენი საფრთხო შვილობისა უფლება დავებოდოთ ზეცაში, ან წუთის სოფელში შრომობთ, იმიტომ რომ ზეცაში გამზადებული ангელი მივიდა. შრომობთ უკეთესისთვის, სასუფეველისთვის, მერთვა დაგვეცადოთ. ჩვენთან არის ღმერთი.